იცოდით თუ არა, რომ 7 მაისის წვიმის წყალს თმის გაზდა შეუძლია. ძველ საქართველოში ქალის თავის მოვლა უბრალოდ სილამაზე არ იყო. ეს იყო გამოცდილება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა. ქართველ ქალებს ჰქონდათ ბუნებრივი კანის მოვლის საშუალებები, თმის მოვლის რიტუალები, სამკურნალო აბანოები, მცენარეული კოსმეტიკა და საკუთარი სილამაზის ფილოსოფია. ამ ცოდნას კი ძველ ქართულ სამედიცინო წიგნებში ინახავდნენ. თმისთვის იყენებდნენ ჭინჭარს, გვირილას, ალოეს, კამას, თაფს. დამბალი პური. დიახ, თმის გასასქელებლად თავზე დამბალ პურსაც ისვამდნენ. 7 მაისს წვიმას აგროვებდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ეს წყალი თმას ზრდიდა. შამპუნის ნაცვლად კი იყენებდნენ გუმბრინს, მიწის საპონს. აბანოს ნივთებს ქალებს მძითვებშიც ატანდნენ, ანუ თავის მოვლა ოჯახური კულტურის ნაწილიც იყო. ევროპელი მოგზაურები ქართველ ქალებზე წერდნენ: ანგელოზისებრი სახეები, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ხალხი. დღესაც შემოგვჭა გოგირდის აბანოები, მცენარეული ნაყენები, ინით თმის შეღებვა, ბუნებრივი ზეთები და რწმენა, რომ ბუნება საუკეთესო მოვლაა. შეიძლება ტექნოლოგია შეიცვალა, მაგრამ ქართველი ქალების თავის მოვლის ფილოსოფია დღემდე უცვლელია. იქნებ სწორედ ბუნებაა თავის მოვლის საუკეთესო საშუალება.